გასულ წელს იაპონურმა Toyota ჯგუფმა მსოფლიოში 10,800,000 ავტომობილი გაყიდა, რითაც კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. გლობალური ჰოლდინგის საკუთრებაში რამდენიმე ბრენდი შედის, მათ შორის თავად Toyota, Lexus და Daihatsu, მაგრამ კომპანია მინორიტარულ წილს ფლობს ისეთ ბრენდებშიც, როგორიცაა Nissan, Mazda და Suzuki. თუმცა ბრენდების მრავალფეროვნების მიუხედავად გაყიდვების უდიდესი ნაწილი მაინც Toyota-ზე მოდის, რომელმაც მომხმარებელს თავი გამძლეობით და ფასთან მიმართებით კარგი ხარისხით დაამახსოვრა. Toyota მსოფლიოში იმდენად პოპულარულია, რომ 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ათეულში 3 მოდელითაა წარმოდგენილი. ამასთან Toyota ქართველების საყვარელი არჩევანიცაა აც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადი. Toyota-ს და Lexus-ის ქართულ ამბებს საქმიან საღამოში დღეს Toyota კავკასიის დირექტორთან ირაკლი ლეკიშვილთან მიმოვიხილოთ. ირაკლი, საღამოშიდობის. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. შვენიერი წელი იყო გლობალურადაც Toyota-სთვის და დარწმუნებული ვარ საქართველოშიც არანაკლებად კარგი შედეგი დადეთ, რადგან ქართველებს გვიყვარს Toyota და Toyota-ს ჰოლდინგში შემავალი ბრენდებიც. პირველ რიგში მინდა გითხოთ, როგორი იყო გასული წელი Toyota კავკასიისთვის? მადლობა. გასული წელი საკმაოდ მომგებიანი და საინტერესო წელი აღმოჩნდა ჩვენი კომპანიისთვის და ბრენდისთვის, რომელიც ჩვენი კომპანია ფარავს პრაქტიკულად Toyota-ს და Lexus-ის ავტომობილების მიწოდებას საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო, როგორც აღვნიშნე. ბევრი გარე ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია ეს ძალიან მომგებიანი წელი, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა მთავარ ფაქტორებს, რომლებიც არის ჩვენ ბაზარზე იმ ავტომობილების შემოტანა, რომელიც ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. ჩვენ მოვახდინეთ 2024-ში წელი დაიწყო CHR-ის სრულიად განახლებული ახალი მოდელის წარმოდგენით ბაზარზე. ეს მოდელი თავიდან 2016 წელს შემოვიდა ბაზარზე და თავიდანვე დაიკვირდა საკმაოდ მყარი ადგილი, ესე ვთქვათ, crossover-ის სეგმენტში, ავტომოტივების სეგმენტში. თუმცა 24-ში მოხდა მისი სრულიად განახლება. ამან კიდევ მისცა ბიძგი ამ ძალიან პოპულარული მოდელის რეალიზაციას. შემდგომ იყო ჩვენი ფლაგმანის შემოტანა, Toyota-ს ფლაგმანის, რაც არის საქართველოში ახალი თაობის Prado. ყველასთვის საყვარელი და ყველასთვის ნაცნობი მოდელი. შემდეგი ეს იყო უკვე Camry და Lexus-ის მიმართულებით მე მინდა აღვნიშნო, რომ GX-ი ეს მოდელიც შემოვიტანეს 2024-ში. ასე რომ საკმაოდ დატვირთული და საინტერესო წელი აღმოჩნდა როგორც კლიენტის მიმართულებით, ახალი მოდელების შემოტანით, ასევე მომგებიანობის და მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციების განვითარების კუთხითაც ჩვენი კომპანიისთვის. ბატონო ირაკლი, მოთხოვნასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რომელი მოდელები იყო ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე? ნუ ცხადია, Prado ალბათ ყველაზე სასურველი იყო, თუმცა ის ალბათ ყველაზე მოთხოვნადი შეიძლება არ ყოფილიყო. რაოდენობრივად არის საინტერესო, ყველაზე დიდი რაოდენობით რა ავტომობილები იქნა საქართველოს ბაზარზე გაყიდული? Toyota ზოგადად წარმოდგენილი არის ავტომოტივ თითქმის ყველა სეგმენტში. ჩვენთვის ახლა როგორც აღვნიშნეთ, ქართული ბაზრისთვის, ქართული მომხმარებლისთვის ყველაზე უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი მაინც არის, ესე ვთქვათ, დიდი გამავლობის მანქანები, SUV-ის მოდელები, რომლებიც ჩვენთან წარმოადგენს 300, LC Land Cruiser 300-ის მოდელით არის წარმოდგენილი და Prado-ს მოდელით არის წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი გაყიდვები იყო, თუმცა ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ქვედა სეგმენტს, რომელიც არის ესე ვთქვათ, passenger segment, აქ უკვე წარმოვადგინეთ Camry, Corolla და რასაკვირველია ჩვენი გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი RAV4. ჯამში ამ მოცულობამ საკმაოდ ჩვენ გვაქვს ბაზრის სადღაც 30% და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობა იყო. ეხლა ციფრაც რომ არ ჩავუღრმავდეთ, საქართველოში სადღაც 13 ეს არის Toyota, საკმაოდ პოპულარული ბრენდია. ასევე შემიძლია ხაზი გაუსვა Lexus-ის წარმატებას. ახალმა GX-მა მოახდინა ფურორი როგორც ყოველთვის და LX-ი, რომელიც არის ჩვენი ფლაგმანი ამ მიმართულებით. და აგრეთვე თქვენ ყავთ, თქვენ არა, ცენტრში LC500, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილია ვიზუალურადაც და ისედაც. ჩვენ ქონდა გატესტვის საშუალება ახალი Prado-სი, როგორც first edition-ის ლიმიტირებული რაოდენობის, ასევე ჩვეულებრივის და გიორგი საკაძემ აგრეთვე გატესტა GX-ის მოდელი, მოკლედ წელს Toyota-სთან კარგი თანამშრომლობა გამოგვიდა. როგორი გამოხმაურება არის ამ ახალ სახეცვლილ მოდელზე, რადგან Prado შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად შეცვალეს იაპონიაში, მას შემდეგ რაც წინარე თაობები იყო, რასაც პრინციპში შეჩვეული იყო ქართველი მომხმარებელი წლების განმავლობაში. ნუ პრინციპში ყოველთვის, როდესაც ესეთი რადიკალური ცვლილება ხდება და მოდელი თუნდაც ესეთი პოპულარული
როგორიც პრადოა საქართველოს შემოდის ბაზარზე, რაღაცა გარკვეული დრო ჭირდება, რომ ჩაჯდეს იმ სეგმენტში, რომელთვისაც ის არის შექმნილი. ასევე ის საფასო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი კომპანია აწარმოებს და ჩვენი დილერების დახმარებით და ჩვენი დილერების საშუალებით ვაწვდით ბაზარს, შედარებით შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა დრო დაჭირდა, რომ დაემკვიდრებინა ადგილი. თუმცა მისი ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ის გარედან მისი ფორმა და ის ახალი ვიზუალი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ეს არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. აქვე ჩაგეკითხებით ზოგად დინამიკაზე, უფრო როგორი მიმართულება არის, მაგალითად ჰიბრიდული ავტომობილები ჭარბობს უკვე ბოლო წლების განმავლობაში, თუ მაინც შიდაწვის ძრავის ავტომობილებზე ეკეთდება აქცენტი და ასევე ელექტრომობილებთან მიმართებით რა დინამიკას ხედავთ? ისიც რა ზოგადად ამბობენ, რომ ამ ინდუსტრიაში, ავტომოტივის ინდუსტრიაში 100 წელიწადში ერთხელ რო ტრანსფორმაცია ხდება, აი ეგეთი პროცესი მიმდინარეობს, ეხლა რომელიც სადღაც ალბათ 10 წლის წინ დაიწყო და ეხლა იკრებს ძალას. ეს ეხება ზოგადად ტენდენციას, რაც ელექტროფიკაციისკენ მიდის. თუმცა ის გარდამავალი პერიოდი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ეხლა რაც ხდება, ეს არის ჰიბრიდის პერიოდი. ძალიან პოპულარული არის ელექტრომანქანები მსოფლიოში, თუმცა ეხლა მეტი ტენდენცია წამოვიდა უფრო ჰიბრიდის მიმართულებით. ჰიბრიდი და plug-in ჰიბრიდი. აი ეს ორი მოდელი, რომელიც განსაკუთრებით არის პოპულარული. საქართველოს არ განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნებისგან, ცოტა შეიძლება ვაგვიანებთ რაღაც მიმართულებებით, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში თუ ვიმსჯელებთ გინდა კლიენტების და ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მაინც ალბათ კონვენციურ მანქანებს შიდაწვის ძრავებს ნელ-ნელა უკვე ანაცვლებს ჰიბრიდის და plug-in ჰიბრიდი და ალბათ შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ელექტრომანქანები და ასევე Toyota-ს მინდა ხაზი გაუსვა, აქვს fuel cell, ეს არის წყალბადზე მომუშავე, ხო, მანქანები, რომლებიც ჯერჯერობით საკმაოდ ნაკლებად არის წარმოდგენილი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, თუმცა ტენდენცია მაგისკენ არის, რომ ალბათ ეგ მიმართულებად საკმაოდ დაიხვეწება და დაიკავებს ბაზრის კონკრეტულ მიმართულების ნაწილს. და საინტერესოა, რომ ინფრასტრუქტურასთან იქნება დაკავშირებულად მირაი სჭირდება მაგალითად სპეციალური დასამუხტი წერტილი, გასამართი სადგური, რომელიც არ აქვს ძირი და ისეთი ინვესტიცია არის, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ წინსვლებს და ცვლილებებს. ეს ცოტა შემდგომი ხვალინდელი დღის თემა არის. თუმცა არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ჰიბრიდის მიმართულებითაც თავის დროზე სწორედ Toyota იყო ლიდერი. ფაქტობრივად Toyota-ს დღემდე ასეა პრინციპში არაფერი შეცვლა, მაგრამ ნუ ტექნოლოგიურ დონეზეც ასე იყო ნამდვილად კი. აქვე მოდით ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზეც ვთქვათ ორივე და სიტყვა. ქართველი მომხმარებლის ქცევა და სურვილები, მათ შორის თუნდაც აგრეგატის არჩევასთან დაკავშირებით, თუნდაც ავტომობილის სტილის ან მაგალითად დიზაინის არჩევასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება შევადაროთ გლობალურ ტენდენციას და რამდენად არის ის მასთან შესაბამისობაში? იცით რა, არ ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა არის, ალბათ მომხმარებელი, Toyota-ს მომხმარებელი და ზოგადად ავტომობილების მომხმარებელი მეტნაკლებად ერთი და იგივე არის მსოფლიოში, თუმცა რა სიხშირით, რა სისწრაფით თავაზობს ესა თუ ის წარმოებელი ბაზარს, ამ შემთხვევაში პირობითად საქართველოს ბაზარს, აი ინოვაციებს, მაგაზე არის მე ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ელექტრიფიკაციის ტენდენციები ცოტა შენელებული არის. ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთანაც და ასევე თვითონ მომხმარებლის ნება-სურვილთან. ჯერჯერობით საკმაოდ მყარი არის, ესე ვთქვათ, დიდი გამავლობის მანქანებზე მოთხოვნა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა. ეს თვალნათელია და ძალიან ხელმოსაკიდი არის ეს მიმართულება. თუმცა ნელ-ნელა ტენდენცია შემოდის, რომ ელექტროფიკაციაც შემოვა ამ ბიზნესში, რომელსაც საქართველოს ვერ აუგლის გზას. ჩვენი ბიზნეს პარტნიორი ქვეყანა, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით არის სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც ჩვენ ვართ ძალიან ძლიერად წარმოდგენილები. ორივე ქვეყანაში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ეს ტენდენცია ელექტრიფიკაციის მიმართულებით ძალიან თვალნათელია. ჩვენთან შედარებით უფრო სხვა ტემპებია, თუმცა ეს არ ნიშნავს მის სიცუდეს ან სიკარგეს. უბრალოდ ჩვენთან პრეფერენციები არის ისევ და ისევ ძლიერი გამავლობის მანქანები, დიდი გამავლობის მანქანები და ჰიბრიდები. ირაკლი, როგორია ტენდენცია უშუალოდ ბრენდებს შორის კონკურენციის თვალსაზრისით, ქვეყნის განვითარებასთან ერთად და დროსთან ერთად თუ გადადიან პირობითად Toyota-ს მომხმარებლები უფრო Lexus-ის ავტომობილებზე, აი თუ იკვეთება მსგავსი ტენდენცია?
იცით რა, ეს ზოგადად ესე მანდ ტოლობის ნიშანი არ არის, უბრალოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა კონკურენცია საკმაოდ მაღალი არის. ბაზარზე რამოდენიმე წელია შემოვიდა ჩინური მოდელები, რომელთა რიცხვი წარმოებლის საკმაოდ მაღალია და საკმაოდ რთული არის მათთან კონკურენცია, იმიტომ რომ აგრესიული მარკეტინგის პოლიტიკა აქვს, აგრესიული საფასო პოლიტიკა აქვს და ხშირ შემთხვევაში გვიხდება ჩვენ რაღაცა ძალიან სწრაფად და ძალიან ისეთ რეჟიმში მიღება გადაწყვეტილებების, რომ ფეხი აუწყოთ დღევანდელ მოთხოვნებს. მე ვსაუბრობ საქართველოზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე. სოფლიო ტენდენციებშიც პრაქტიკულად იგივე მიმართულება არის. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე 10 წელი ტესლა, რომელიც შემოვიდა ბაზარზე და პრაქტიკულად მოახდინა რაღაც რევოლუციური ფორმა ქონდა მათ ამ შემოსვლას ბაზარზე. დღეს ცოტა შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ ასე თუ ისე შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენციები ერთმანეთთან კონკურენცია ძალიან მაღალია. ევროპული ბრენდები, ძირითადად ტესლა და კიდე იაპონური ბრენდები საკმაოდ ჩინურებთან ერთად საკმაოდ ძლიერად არიან წარმოდგენილები თუნდაც საქართველოში. თან ავტოინდუსტრიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის ისტორიას, რაც ჩინურ კომპანიებს შემთხვევაში რამდენიმე თუ არ ჩავთვლით, თითქმის არ არის უბრალოდ. თუმცა კონკურენცია წარმოშობს ინოვაციას, რაც ყოველთვის არის მისასალმებელი. აქვე Toyota-ს 2025 წლის და მომავალი წლის გეგმებზეც უნდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად რა გეგმები აქვს კომპანიას რეგიონში და საინტერესოა ხომ არ გეგმავს Toyota ახალი მოდელების წარმოდგენას ბაზარზე. ჩვენი კომპანიის ძალა Toyota-ს და Lexus-ის არის იმაში, რომ პრაქტიკულად ყოველ წელს ვახერხებთ ახალი მოდელის ან რაღაცა სახეცვლილი მოდელის შეთავაზებას ბაზარზე. ეს ციკლი მთელი წლის განმავლობაში ბრუნავს, იწყება რაღაცა კონკრეტული მოდელით, მერე შეიძლება ეს იყოს ფლაგმანი მოდელები. 25-ის შესახებ შემეძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი უკვე ჩაშვებულია, დაწყებულია წელს ვიხილავთ რამოდენიმე სოფლიო პრემიერას წლის პირველ ნახევარშიც და წლის მეორე ნახევარშიც. საქართველოს არ ჩამორჩება ზოგადად ამ მიმართულებას, როგორც კი Toyota და Lexus-ი წარმოადგენს ახალ ბრენდს, ახალ მოდელს ბაზარზე. პრაქტიკულად პარალელურად ხდება ამ ბრენდის ამ მოდელების შემოტანა ჩვენ ბაზარზე. დაველოდოთ აი ხა ველოდებით რაღაცა სიახლეებს, ალბათ უფრო აი Hilux-ის მიმართულებით ველოდებით წლის მეორე ნახევარში რაღაც სიახლეებს. 24 ძალიან დატვირთული იყო. 25-ის შედარებით თვლით, რომ უფრო იქნება ესე იგი ფოკუსირება არსებული მოდელების განვითარებაზე და 26-დან კიდევ ველოდებით ახალი უფრო მეტი მოდელის შემოტანას ბაზარზე. შვენიერი ძალიან საინტერესო გეგმებია და შედეგებიც შვენიერი იყო. ირაკლი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, წარმატებას ვსურვებ Toyota კავკასიას, რომელიც რა ვიცი, როგორც თქვენ ახსენეთ, მე-13 ბაზრის ძალიან მშვენიერია ორი ბრენდისთვის. ძალიან კარგი შედეგია. საქმეს აღამოში დღეს Toyota კავკასიის დირექტორს ირაკლი ლეკიშვილს უმასპინძლეთ, რომელთანაც ბრენდის ამბები და სამმავლო განვითარების პერსპექტივა მიმოვიხილეთ.